როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის საკმარისი არ არის ის რეპრესიული კანონები, რომელსაც მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იღებს და როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის არ არის საკმარისი ის შეზღუდვები, რომელიც უწესდება კრიტიკულ მედიას ამ ქვეყანაში და ქართულ ოცნებას აქვს სურვილი, რომ მათ შორის გააკონტროლოს სოციალური ქსელები და ონლაინ მედიაც. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს აზრები გამოთქვეს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში. სოზა სუბარი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას გარდა ტელევიზიებისა ახდენს ასევე სოციალური ქსელებიც და კარგი იქნება თუ პარლამენტი სოციალური ქსელების მიმართულებითაც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და იმუშავებს ამ მიმართულებით. ქართული ოცნების დანარჩენმა წევრებმა განაცხადეს, რომ მომავალში იმსჯელებენ აუცილებლად ამ საკითხზე და შესაძლებელია თუ დღეს მიღებული ახალი რეპრესიული კანონი მედიის წინააღმდეგ ონლაინ მედიას არ გულისხმობს და სოციალურ ქსელებს არ გულისხმობს, უახლოეს პერიოდში ქართულმა ოცნებამ ახალი საკანონმდებლო პაკეტი შემოგთავაზოს, რომელიც უშუალოდ სოციალურ ქსელებში შეზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მაუწყებელს ხელი აქვს მოწერილი, რომ ისინი აუცილებლად დაიცავენ იმ რეგულაციებს, რომლებიც ახლა თვითრეგულირებაშია და ჩვენ კანონში გადმოგვაქვს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია, მაუწყებელი ამ რეგულაციებს არაფრად არ დაკიდებ და დიდი წარმატებითაც ჭყალებში, რა თქმა უნდა, არღვევენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის თვითრეგულირების ნაწილი, არავით არის კმედითი მექანიზმი არ არსებობს ნაცვლად თვითრეგულირებისა, იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რასაც ექნება პრევენციული მექანიზმი. ეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ხო, ბეჭდვითი მედია, სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავისხოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ, რასაც აუცილებლად ხდება. საჭიროა რომ ვიღაცა მაინდა-მაინც იცილოს თუ აი ესე როდესაც დაფიქსირდა ესეთი აშკარად ყვილის ფაქტი, რეგულირებელ კომისიას ექნება რაიმე ბირკეტი, რომ ასეთი დარღვევების დროს პირდაპირ დააჯარიმოს ან რაიმე სხვა ტიპის სანქცია დაუწესოს მოცემულ ტელევიზიას თუ მაუწყებელს. რამდენად ვალდებული არის მაუწყებელი თვითონ აი ამ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულის სანდოობა გადაამოწმოს, იმიტომ რომ ესე ნებისმიერ შეუძლია თქვა, რომ იმან მითხრა, ამან მითხრა და თუ გადამოწმების ვალდებულება არ ექნება და მისი პასუხისმგებლობა არ ექნება. ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე იცვლება და იზრდება ალტერნატიული წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების მექანიზმები. მაუწყებლობის შესახებ კანონი მოქმედი რედაქცია არ ვრცელდება ეგრეთ წოდებულ ონლაინ მედიაზე და არ ვრცელდება იმ წყაროებზე, რომლითაც საზოგადოების დიდი ნაწილი იღებს ინფორმაციას და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია რომ დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა. საავტორო გადაცემა, იმიტომ არის საავტორო გადაცემა, რომ იქ ადამიანს აქვს თავისი მოსაზრება, მოიწვევს იმას, ვის აზრიც მისთვის საინტერესოა და ეხლა როცა მას ვალალებთ იგივეს, რასაც ვალალებთ მაგალითად ახალი ამბების რედაქტორს, ახალი ამბების წამყვანს, მე მგონი არასწორია. საავტორო გადაცემას მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა საავტორო არ გულისხმობს იმას, რომ ფაქტები ჯეროვნად არ უნდა იყოს გაზიარებული, რა თქმა უნდა, ამაში აბსოლუტურად თანხმდებით ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მეორე მოსმენის ფარგლებში კვლავ გავაგრძელოთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, ვიმუშაოთ ისე რომ დავხვეწოთ თუ რაიმე დასახვეწე იქნება. საქართველოს პარლამენტი უკვე მესამედ განიხილავს ახალ რეპრესიულ კანონს მესამე სექტორთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ქართულმა ოცნებამ ამ კანონს ისევ ამერიკული ფარა დაარქვა. ეს კანონი არის საკმაოდ რთული და უხეში კანონი, როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდა და რამდენიმე დღის წინ მან საქართველოს პარლამენტს მისცა დავალება ან რჩევა, რომ ეს კანონი უნდა დაიხვეწოს, თუმცა ამ კანონში არაფერი ქართულ ოცნებას პირველი მოსმენით არ შეუცვლია, გარდა მხოლოდ სარედაქციო ცვლილებას
ცვლილებებისა, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უნდა დაიხვეწოს ეს კანონი და დაუახლოვდეს ადამიანის უფლებებს, თუმცა პირველი მოსმენით 5 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილიც კანონში უცვლელად დარჩა, ამიტომაც საინტერესო არის მეორე მოსმენის შემთხვევაში მაინც შესვლის თუ არა რაიმეს ქართული ოცნება ამ კანონში და უნდა აღინიშნოს, რომ ფარას აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება, როგორც ჩანს რაჟდენ კუპრაშვილს ქართული ოცნება კიდევ ახალ დავალებას აძლევს. კანონი ქართული გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებით ვრცელდება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას ან მოქმედებენ უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის დავალებებით, დამოკიდებულები არიან მათ დავალებაზე და ჩართულები არიან პოლიტიკურ აქტივობებში. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 წლამდე და გათვალისწინებულია, რომ იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მინდოდა მეკითხა. ანუ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც არ იხდის, ჯარიმას გასაგებია, რომ ორგანიზაციას დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ვისზეა? დამფუძნებელი დირექტორი პასუხისმგებელი პირზე, თუ თქვა შეიძლება რამდენიმეც იყოს, ეს ერთი კითხვა და მეორე ვრცელდება თუ არა ეს დონორებზეც, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული. მაგალითად, სიტყვაზე სოროსის ფონდის თუ ღია საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც თვითონ კი არ იღებს, არამედ გასცემს გრანტებს, ნედის წარმომადგენლობა ნამდვილ ორგანიზაციებზე. ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება წარმოქმნილი კანონის მოქმედება. როდესაც ასეთი მკაცრი რეგულაციებია შემოთავაზებული, ერთი ადამიანის ხმაც კი არ ისმის, რომელიც იტყვის, რომ არ შეიძლება ასეთი მკაცრი კანონის მიღება. რატომ არ არიან ახლა ეს ადამიანები, რატომ არ საუბრობენ არაფერს? იმიტომ არ საუბრობენ და ისე და ისევ სადღაც დავალება გზაშია დაკარგული ჯერჯერობით. არ არის მიღებული დავალება, რომ ამ კონკრეტულ საკითხს უნდა გაკეთდეს აბსოლუტური სიშმაგით და სიშლეგით პროტესტი და დაორგანიზებული უნდა იყოს ისევ და ისევ იმ პირების მიერ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ეხლა ვერ მისმენთ. დღეს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში განიხილა არაერთი რეპრესიული კანონი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონების განხილვის დროს სხდომათა დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ქართული ოცნების დეპუტატების დიდი ნაწილი არ იმყოფებოდნენ პარლამენტში და არ იღებდნენ მონაწილეობას კანონ პროექტების განხილვაში. რამდენიმე დეპუტატი, ვინც სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, ძირითადად ტელეფონებით სარგებლობდნენ და აქტიურობდნენ და კითხვებს სვამდნენ მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები.